გამარჯობა, შენ უყურებ ზვაკაც და დღეს გვექნება 2-1-ში ვიდეო. ანუ თან მინდოდა რომ ესკალაიდის ბოლო გავლა და დასრულებული გადაგვეღო. აი ძალიან მინდოდა ეგ მანქანა რომ დასრულებული გადაგვეღო და მეც გამეკატავა და გვენახა რა არის და როგორია. და მაგ ყველაფერთან ერთად თან ადრე შეგპირდით და რატომღაც ვერ მოახერხე მთელი ეს პერიოდი რომ ნაწილები როგორ გამოიწეროთ ამეხსნა თავიდან ბოლომდე. ამიტომ ამ ვიდეოში ახლა წავალ, შემოვიყვან ესკალაიდს, რომელსაც იმედი მაქვს რომ აკუმულატორი ისევ ცოცხალი ექნება და დაიქოქება და პერემჭკით არ მოგვიწევს სირბილი, თან ახალი აკუმულატორი აყენია და იმედია რომ გაკაჩავს და შემოვიყვან, პაპო დაიწყებს წყლის სისტემის აწყობას, შემოწმებას, შეერთებას. მოგეთ წავედით ესკალაიდის შემოვიყვანთ და გადავიდეთ დანარჩენზე. არა? არა, გასაგები. რა გასაგები? პულზე რატო არ რეაგირებს? ელემენტი აქ მკვდარი მე მგონი ამ პულს, ოკეი, კაი. კაი, პირველი გავიარეთ. აბა? ყველა არ გაიღო. ყველა უნდა გაიღებულიყო? ყველა დაიგერა. პაროგი გაიღო, სამაგიეროდ. თენგო გასაგებს სადადებდი? ვარიაციე. და პატარა იჩეიკა წინ. აი მაგ ხო. ბატონო იოსებო, გადმოვგზავნითო ფეხის დასადებიც გამიმზადა? კაპოტიც დავხადო? უი, აქვე არ დაგვაიწევს რა წეროვანში Lion Auction-ის ავტოსადგომზე შეიძლება ყოველ შაბათს ცოცხალ აუქციონში მონაწილეობის მიღება და თან ჩემი თეორია გამართლდა და პირველ აუქციონთან შედარებით შემდეგ ყველა აუქციონზე საბაზროზე საგრძნობლად იაფად იყიდება ავტომობილები, მაგალითად აქაც შეგიძლიათ ნახოთ გაყიდული ავტომობილების სტატისტიკა და ფასები და ასევე საიტზეც Lion Auctions.com-ზე შეგიძლიათ გადახვიდეთ და გაყიდული ავტომობილების სტატისტიკა ნახოთ და ასევე ხუთშაბათობით არის ონლაინ აუქციონი, რომელიც ასევე Lion Auctions.com-დან შეგიძლიათ გაეცნოთ პირობებს, როგორ უნდა მიიღოთ მონაწილეობა, დეპოზიტი როგორ ჩარიცხოთ და მერე უკვე შეიძინოთ თქვენთვის სასურველი ავტომობილი საქართველოში და რეალურად ხშირ შემთხვევაში იმაზე იაფადაც ვიდრე ამერიკაში დაждდებოდა ეგ ავტომობილი, რაც სტატისტიკამ გვაჩვენა. მოკლედ, Lion Auctions.com-ი ან PIPK 0880-ზე ვრეკავთ, დანარჩენ სრულ ინფორმაციას გვაცნობენ, რეგისტრირდებით და ვიგებთ ავტომობილს იმაზე იაფად ვიდრე წარმოგვიდგენ. არის რამენა ერთ უნდა მიწდე. გინდა მაგარი. არა. კამერას გამოვარდი, ყველაზე გრძელი ის არის. კამერას გამოვარდი და ის მიწდეს? მე მგონი ერთის ვერ მიწდება ეგრე მარტივად. ეცი ხო აკუმულატორს მივიდგავდა. მე მგონი კამი უფრო უნდა მივიდგა ვიდრე აკუმულატორი. უნდა გაწვე მაგრამ მე მგონი. ხო, ანუ აკურა დადგეს და დაწვეს რა, იმიტომ რომ სხვანაირად შანსი არ არის. არა, მომწონს. თერა კარგად მუშაობს. просто აი დიოდი მოუჩი რომ გადავა მე რა სიზავს ეგ არის საინტერესო. ტაქს, ჩვენ გვინდა რა. ბიჭო, ჩემი ლეპტოპი არა გვაქვს აქ, ხო? შენი კი გაქვს, მაგრამ HP Tuner-ისთვის მინდოდა. იმიტომ რომ სავარაუდოდ ეხა ამით რომ გათვება და გავივლით. დიოდში წასვლას რომ გადაწყვეტს, უნდა წაეოს ეს. HP Tuner-ი აქ გვაქვს. მე მგონი მოვიტანე ისევ ჩავდე უჯრაში. აბა გავიხსენე. კი, მქონდა წაღებული. აბა სად არის? ანუ 39-ში დევს, აქ გვაქვს ეს. ახლა შემოტანილი ხო? წადი, ტრაინიკი მოიტანე, წადი. არაფერი არ დაგუნვა, ამოქაჩვის პონტი არ არის? საით შეჭმა ხელი არ ჩადის. რა გავაკეთო? იდეა მინდა თო. არაფერი გადაწოლა უნდა იქანე და ამოქაჩვა უნდა ეხა სხვა იდეა. მანახი აბა როგორ შვები. რა. როგორ კაჩავ რა, რატო არ შედის? ჯერ ქვედა შევასო? ანუ აი ხლა როგორც არის რა, ქვედას რატო ვერ ამოგაქვს ქვედა რა? კაი, მაშინ ჯერ ქვედა შეასვი. ხო და გითხარი, ქვედა შევასვი და მე იქ ვერ გავსოვეთ. აი. მივხვდი რასაც იზარ, ხო მაგრამ. ეხა მაგას თუ ვერაძრობ? როგორ ვიხდი? ნახე რამ ხელად ქოით ჩავიდა? ხო. ხო და ეხა იქ აღარ წდება რა. აღარ შედის. თავი, ანუ ალუმინის თავი დგას და ესე. ხო. და მაგიტო აღარ შედის. მგონი შევიდა. თუ მინდა ჟელე წაუსვი ამას და სანაკი ბევრად მარტივად შევა. იტაბა. სად არის? გარეთ? მგონი შევიდა. აგი. ხო.
უი ვიცი. ანუ ეჭვიც არ მეპარებოდა რომ იპოვიდი. ეგარი. სიტყველა და კომენტარებში. საიდან მოდის ბიჭო? არ თქვა რა შეიძლება გაზდის. ძალიან დიდი რაოდენობაა. ან გადის ან ის არ ჩადის ბოლომდე და იმას გადმოსაცილს არ გეტყავს. შესაძლებელი. ეგ უფრო შესაძლებელი. ეგ უფრო შესაძლებელია რომ კონცერტი უბრალოდ მოვაწყეთ. ანუ სავარაუდოდ ამას ხო ზოგადად რა შეიძლება ყველას ხო კრეშკიდან მე დამცრელი აქვს რა და არხი აქვს ცალკე და სავარაუდოდ ეს ხა რაც გვაქვს დაფარებული ვერ კეტავს და დაბლა არხში გაზდის რა. კი. შანსი არსებობს სადაა არხი ამას კონკრეტულად? მოგონა. ხო, კი ბატონო. ანუ ქვედა ხარი აი ეს პირი უნდა ჩავკეტოთ ყველა ვარიანტში. ის პირი უნდა ჩავკეტოთ ყველა ვარიანტში. ამით ვერ ჩავკეტოთ. არა უნდა ვკეტავდეთ ამით. TikTok-ში აი ეს არის მარკის ნახე. აბა მანახე. გავს კი. თვითონ მოჭერის წერტილის სიმაღლეში აქვს ხო, მაგრამ წესით ამან უნდა აიტანოს. კაი, მაცამდე. ეგ არ დავიდე. ოკეი. არა, ეს вообще არ გუშვებს. ანუ აი ეს პირი უნდა ჩაიკეტოს რა. და ეს პირი რო ჩაიკეტოს, ეს 10 ნომერებს უწერიანთ. BMW-ს მაგალითად უწერია ასევე BMW-ს და ასევე ვა, არა და უნდა კეტავდეს ნო. მინა უნდა კეტავდეს. კაი, ის მოთხოვე სალფეტკი ერწამს. კაი, ნახე ყელის დიამეტრითაც შეგვიძლია ჩავკეტოთ ჩვენ. ყელის დიამეტრიც ეგ არის. მაიცა. იქნება სულ არ გაზდის ფაქტია და გზავნა. ამას რაში ვიწერებ? ხო. არა, შანსი არსებობს, მაგრამ ეხლა წესით უნდა კონდეს აი ეს ქვედაყელი ჩაკეტილი ამ წუთას როგორც არის ეს. კიდე დაბლა რო ჩაყავს, უნდა დაეყუდოს. იმას. ხო. აი წესი დაყუდებული უნდა იყოს. ხო, იმიტომ რომ გაუჭირდა მისვლა და ბოლომდე არ ამისვა. ხო. მოდი ევოცადოთ ერთს კიდე. ჩართე. არა, სკვაზნია კი. ვა. მოდი მოხსოთ რა შეიძლება. თორას მოგცემს. და ხო თვითონ გაბზარულია სიტყვილოვე ჩელჩები მაგიბრალი არა. ხო, შესაძლებელი არის. კაი, ჰა მოხსენია, როგორი მოსახსნელია. ხო, მე რა ეს უნდა ამოიღო. მინა შენი მტერიში. ეგ უნდა ამოიღო ერთი ბოლტი აქ, ერთი ბოლტი იქ აქვს, ხვირი მივარ. აა. მეთქია თუ კაი, მაცადე აბა ერთს შენ მაინც. კიდევ ცადოთ. ამა. შეწოვდი. შუქი მეტათენგის. იგო მეცაღან მოვიდან და უკან წავედი. რატო იმუშავა? იდო სამი აპლიკაციი რომელიღაცამ ჩაკეტა. აქეთ ბატკანი, იქით ბატკანი. ეს იქიდან გაზდის. საიდან? ემიდან, კრიშკიდან. ანუ სალნიკებიდან აპარებს ცოტას. წენება რამდენი აქვს? 5-მდე არ არის. აი ესეც გაჩერდა დაჟე. აქედანაც აღარ მოდის. ანუ რამე გახეთქილი რო იყო საქამდე მას არ დაიჭირა. კაი, დავაცოდოთ ცოტა ხანი, ერთ ნახევარბარამდეც რო აწიოს. დავწუნდეთ რომ პროსტა სხვაგან არსად არ გამოუშვებს, თორე ეს არ არის პრობლემა, სადაც გაგვდის ეგ ვიცით. ამას რამე სპეციფიური დაჰაერება ხო არ უნდა ნეტა. ხო, მეც.
სადღაც აქეთ ისმის. ბიტი აქეთ ხარ. შენ მაფეთ გესმის? აი აქ სადღაც კვაზნიაკის ხმა ისმის. აი იქ. ზევით რაც ეხა შევსვით? ოღონდ ბოლი არა აქვს რა, ცოტა გადის რა. ნახე. გესმის? იქა. გადამებში. ხო. ნუ იქიდან მოდის ხმა ყოველთვის. და რატო ანეტა? ხო. აი კარი, აი ბაბო. მიცა? ოდე ძალიანაც მოძრაობს. სალნიკებს აქვს ვითომ ჩადებული მან? ბიჭო ერთსა. ეს მიუსწავლია, უყურეო შენ. იქი უგეშლება რა. გული. იქი მიაწოდა. არის მის ეგრე კარგად ხო? აქ მესმის შეშევა რა ხმა არის? ამაში არის. ეს ეგორი ყველაფერთან ერთად ყრუც არის შეჩევა. ოი ნუ. აშკარად არის ის. არ არის მოგდეს. გამში. გამო. მეცი მინდა მანდ გესმის. არ გადის. ეხა გაჩუმდა. არა და კაი დაბერილია მაგარ წნევაზე ის ეხა ეს. შეჩება რაღაც შლანგებთან ზისეს დედა ხული წუწურა და წრევას რომ უმატე მაშინ წუწურებს მარტო შე ხო არა გაგიჭე. ის ფონეიდოსკოპი გაიკეთე მართლა შეჩება მას ყურად რაც ეკეთე. ხო, სადა. ეხლა ფეჩი დატოვებული წყლის ხო. ცირკულაცია ხო არ არის ეგ და ჩვენ ყუდა ხო არ ვეძებთ. შესაძლებელია. ხაერი დადის მეთქი წრუკანში თქო, არავინ არ მომდა. დაღუნე შე. ის სად არის დიაფრაგმა მაგის შეჩება? იქ არის. დიაფრაგმის garaში რას არა, გაიგე? ისმის. ისმის? ხო, და. თითი და არ ტყის მის ეგრე უკაც. აი აქა თუ არ სადა? მარცხენაში? აი ამ ადგილას აი ალუმინში არა? ამაზე ამბობ? ქვედა ალუმინზე, მეორე ალუმინიც ხო აქ. მეორე ხო, აი ქვემოთ რომ აჰე, მეორე არის ახალი შეერთებული, ეგ არის ძველი და მაგიტო წრემოს დააგდებ და ყველაფერი გვესმის რო აგდებს. სადაც იქნება კაი. მეორე გაუკეთე. მისამე გაუკეთე. ეს შლანგი სადაც ჯდება ისა. ალო. ზეთიც რო ვადებ რეაქცია აქვს რა. ანუ ახალი ტრენინგი. ორი ცალი აქვს? ნაირად აქვს ორი ცალი. გამანახე. სადა აქვს მეორე? აქვეში. ოკეი, კაი, ეხა ეს როგორ ამოუძღლიდოთ აქედან. ერთი ცალი მეც გამოუცოლოთ. თუ იგივე ზომაა რა თქმა უნდა. და გამს. ის გვინდა კაუჭი ვიქტორი. 90 თუ გამოგადგება მანდ. მოუნათიშე.
დიდია. კაი, ნახება ეს პატარა. დიდიო. ჩვენ სანიკებში ვიგეკებით? ო, არც ამის ჩასმა არ არის, ნაკლები ატრაქციონი. აღლებს? ო. აბა მოდი. მოდი. პატარა. მეცანი. ბიჭო, საკაიფოა. მეორეც დაჟე? ეს რაღაც ძალიან საკაიფო ჩანს. უყურე? კი, იმენა. უყურე? ეს უგაშრის იმენა წესით უნდა გაჭედოს. ჩასმა იქნება ოღონდ ერთი კაი. ხო, ეხლა მაგრად გავერთობთ. მგონი მეორე სამოიღო ჯოჯობი. ამოვიღო ორივე? და კარგო ჩემი კარგი. კაი, ამოღებით ეს ამოვიღე. აბა მომეცი, ეხლა დავიწყეთ ატრაქციონი. შე არ იქნება ამის ჩასმა სასიამოვნო პროცესი. ოკეი, სად არის პოპულაციის? ეს არ არის? აკრა გაგვიჭირდება ჩემი კარგის. ჩასმა ხო? მარას თუ ჩაჯდა, ხო. შე როგორც იტყვი ხოლმე, ჩემმა ტვიჩაიზე იყოს ეს. განსაკუთრებით ორზე. ერთი ჩავსი. როგორ არის გადმოსული? ძალიან საკაიფო. იმენა თავის ადგილზე. შენ მე მგონი ის რო არის ჟელევ სტუდიო უნდა ქნა. თორე სუხოიზე აი სადღაც ბაზარია. სადაც თულად ვიგებ აკვიადებული. რატო მაკაკვიადებული? ვიდეოში ნახავ. გავიდეში. რო დამონტაჟებ. რა დამონტაჟებ მიხვდები და ყვირილი არ გავიგო. პაპო! გაუშვი. ჩავსი. ხელი გაუშვი. აუ და რაჭი. რა შესვავს? აჰა. ან შესვოთ. ის ვაჟი თინათ მოხსენით? არ გამოდიოდა იქ. აბა პაპო, ეხა თქვენი გამოსვლა. ხსნიდა რა კარგი. ეხა თქვენი გამოსვლა. აჰა ეს. ის ასეცებს. პაპო, რა ასეცებს? აუდის ნაწილებში. შპილკას თავის ადგილზე ხო არ გაუკეთებდი? ანუ? ხო არ ჩაკეცა. შპილკა იქ რო გაუკეთო და მე ჩასვა ეს რა. ეგ შპილკა ხო წესით იქ უნდა ეკეთას. ხო. ეხლა იწყება. გააღებავდი. აი, ვიბუშტებია მოვა. ამას შევსვარ დანარჩენ შენაც. დანარჩენი რა არის? მეუშო. მეორე შლანგი იმერელი წინით შედის შეჭია. იმედია იქიდან არ გაზდის. შეგისვავ ხა მაშინ. იმედია იმასაც არ გაზდის თორე თქვენ მე ნახეთ кайფი მათ. არა. ის უნდა ალუმინის დაწევა უნდა. ალუმინი კარგად ზის? ალუმინში კარგად ჩასვი? ხო, მართალია. ორ დაიწყოპნა? მიად. გამოწიე ხო უკან? გამოდის. ოკეი. აუ, მე შევსვი, გიხვეწა მე შევსვი. შა, გამიხორ მოხსენის ხო? ახოთ ახლა. ძილი კაცი რა თანდაო რა. ვით? ხო იმას შევსვი, რო? უნდა რატო ვაწვალებთ აი ამ ბოლზე? A few moments later. გისელდებით. ტყუპები არიან? ფარაონი მისი მართველი იყო. ჰა? მისი მართველი იყო ფარაონი. ვისი? ხო. ან რის? ეგვიპტეში იყო მართველი. არა? აი, ხა ეგ მაგდენი ეცოდი. არაო. არა, იქ სხვა ინფორმაცია არ და. კი. ასეიდან ხმარს იძახი. აი, იყო ჩათული.
პაპამ დიტეილინგში დაიწყო მუშაობა, და კარგია რო ვაშავებ, ძალიან კარგი ბიჭი ხარ. პატრონსაც გაუხარდება დარწმუნებული ვარ. მანქანას რო წყლით შევავსებ და კარგად ივრის, ის უფრო გაუხარდება, ამიტომ მოდი ჯერ შევავსებ. სკოლას ხო ჯობია? კი. აცი ხელი. აიო. გამომჭა. უდიში. ვოტექს გამიკეთე. ვოტ შეაშოვა. რა? ვოტ შეაშოვა. არა, იზას. არა. არა, შვება. მაინც რაღაც ზონეზე წაი. გამოდი, ოე. ერთი ძირა. დიტეილინგი. მაგარი შევხები. შული ვეღარ ჭერდა ბიჭო. გაიხსნა, გადი აქედან. მოიყვებინდი, ოე. ერთი მოვიდე. არა. აბა რო დალია. ყველაფერი წარია. რა არაფერი შეხა. გავხდილი წყალი დალი მარაფ. წარია გამახდილი წყალი. ხოშე რა იმ წარი არ არის დალი ჩვენ. ის გემო არა. არა პლუსი არა. აი ყოლა დაგენდორი. წარი იყო მაგარი. არა ანტიფრიზიანტი ტვილი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მაგას არაფრის გემო არ აქვს. ორი წყალი. ვაფშე არაფრის გემო არა. წარია. წარიაო. მგონი გემონური ცერები. მაგრამ მაინტერესებს სად იყო წარე წყალი. ამ წარე შეჭო პროსტა არაფრის გემო არ აქვს. არო გამო. კაი. მეზარება. წყალი რა. რა. იგოთ. არ ვიტამინები, არც მინერალები, არაფერი არა. ნუ არ არის აუცილებელი, ხა მანქანის ჩასასხმელი წყლის უდალება. აი ზამთარი მოძე ეს კოპი დაამატე. აუ იმენ არ გათავდა. მე მიდის როგორ არ მიდის. ეგ ცოტა სხვანაირი ბოთლია. მეგონი ამოქოქა უნდა ცოტა შეივსო. იმენ მართლა რამდენი მიდის. პაპა შენს გიგანგარებს ხელი. პაპა მორჩი მაიმუნობას. აქვე აუხსნი რა. კაი, პაპა ხო აღარ აუხსნი. გენერატია ჩეულებული. გავისურდა ხედა ოხტა შეჭა. ახსენი ამას მოусვენ. აფკატკასთან დაკავშირებით იყო კითხვა რა. ქართულით ლაპარაკი. აუ პაპო გაგინებ ხა მაგრასთან რა. ყველას ერთი ქართულად აფრთხილებ. გასახმარისები პერიოდი. აი თუ არ თქო. გასახმარისების პერიოდში. უცუდის თუ. მოგეთ აფკატკასთან დაკავშირებით იყო რამდენიმე კითხვა კომენტარში როგორ აკეთებთ აფკატკას. აფკატკის სწორი მეთოდი არსებობს ერთადერთი და სწორი მეთოდი არის ის რომ რადგან ახალია კოლიცო და იდეაში ცილინდრიც ახალია, პირდაპირ დაკოქე გაათბე წყლით გავსე და მე 2000 კილომეტრი იკატავე და რაღაცები არ მოსულა. იმისთვის რომ თერმული კლინი არ აიკიდოს ჯერ ქოქავ, დაახლოებით 1 წუთი ვამუშავებ, ვაქრობ, წყალი საერთოდ არ ასხია. მე მეორედ ქოქავ დაახლოებით 60 გრადუსი ამყავს და ვაქრობ. ბოლომდე ვაციებ ისევ ახლიდან. მე ახლიდან ქოქავ, დაახლოებით 60 გრადუსზე კიდე ამყავს, კიდე ვაქრობ და კიდე ბოლომდე ვაციებ. ეგ დაახლოებით თელი დღე გავიდა ყველაფერში მაიმუნობაში. ეხლა არის უკვე ის მესამე ეტაპი, ანუ ეხლა დავქოქავ, წყლის გათბობამდე გავათბობ, თერმოსტატებს ყველაფერს გავახსნევინებ, წრეც, დავრწმუნდები რომ წრედი მუშაობს და მხოლოდ მე შეიძლება ავტომობილით ასე თუ ისე გავლანო. ეხლა აქ გაყვანას არ გულისხმობ, იმიტომ რომ 60 გრადუსამდე აქ გასვლაში არ გამთვარად. რამდენჯერაც გავიყვანეთ და შემოვიყვანეთ ერთხელ და შემოვიყვანეთ. მე უკვე 200 კილომეტრზე დაახლოებით უცვლით ზეთს და ფილტრს, მე უკვე 1000 კილომეტრზე უცვლით ზეთს და ფილტრს და დავდივართ ბედნიერები. ოღონდ საწყისი ეტაპი დაახლოებით 60-70 კმ/სთ-ში დავდივართ და შეძლებს დაგვარად დაბალ სიჩქარეში ამდენადაც მოვახერხებთ რომ ოღონდ პირველით არ იგულისხმება, ისე რომ ანუ მანქანაზე ძრავზე მინიმალური ტვირთი მოდიოდეს, ანუ ნაკატით ეგრეთ წოდებული. მე უკვე შეიძლება 100-110-ის დიაპაზონში სიარული 200 კმ-ის მერე. ოღონდ ისიც ნაკატით და ყველანაირი ზედმეტი დატვირთვების და ამგონების და მაიმუნობის გარეშე. დაახლოებით 600-700 კმ-დან უკვე შეიძლება ცოტა მეტად სიარული მეტი სიჩქარით, ოღონდ ბოლომდე ჩაფარებული
სვეტების გარეშე მაინც 1000 კილომეტრიდან მერე უკვე გაუყარი და იარე რამდენის გაგიხარდება. ეგ არის ჩემი მეთოდი მიდგომის, რომ ნელ-ნელა მოждდეს, მოიცვითოს ყველაფერი ისე როგორც მოსაცვეთია, ყველაფერში რა კოლეცოპორში ცილინდრი იგულისხმება, ერთმანეთთან მიმართებაში თერმული კლინი არა იყოს და ზედმეტ სვეთაშიც არ წავიდეს არაფერი. აქვე დავამატებ ბარემ, ვისაც TikTok-ზე და ასე შემდეგ სოციალებში არ გინახავთ 10 ნოემბრამდე ძმაკაცი მოტორში გვაქვს ლუკას ოეზე ფასდაკლება 4 ლიტრი 3 ფასად. ანუ 25%-იანი ფასდაკლება გვაქვს და რაც ყველაზე მთავარია 4 ლიტრის ზევით თუ ყიდულობთ, ყველაფერს აკლდება 25%. შესაბამისად 4 litrიც გამოდის 3 ფასად. მოგეთ რა, ფასდაკლება, გავაიაფეთ. გონი მაქსიმუმზე დგას. ო. მე მგონი მაქსიმუმზე დგას, არის ყველაზე ზუსტი მეცნიერება. ესე გასაღები ჩამოვყიდე სავარაუდოდ. და პაპო, შენ ტელეფონზე ეს რა ქვია, Chevrolet GM-ი გადმოწერე რა და დიაგნოსტიკა გადავატაროთ. წყლის ტემპერატურა წამოვიელო. ო, даже დიაგნოსტიკაში შეგვიძლია შევიდეთ. კნოპკები ყველგან. სუკროვკა. კნოპკები ყველგან კნოპკები. თელი ვანქარა კროვკა. ის გასაკეთებს. კიდე წმინდავს. სიგნალები. როგორი შეხტა დაინახე. ბიჭო, ჩამოდი დაკო კილიმატორიდან, ჩამოდი. მედია ჩანდა აქედან. ის მომწოდებელი. თავი ვიხდა ვინც იქნებოდა? კადილაკიაო, ესკალაიდიაო, ეგ არის თქო. აბა, ჯერ ეკუში ვნახოთ რა ხდება. კაი, ესე იგი ყველაფერი ჯერ ძველებია. მოდი ჯერ დავზროსოთ, იმიტომ რომ იმდენი რამე უწერია. ატრაკი. Yo. No diagnostic trouble code. შესაბამისად არა გვაქვს. კაი, ეხლა live data ვნახოთ. engine data. დაჟე flex fuels უყურებს სპირტის შემცველობა რამდენი აქვს საწვავში. ო, რა კაი ტიპია. წყალი რა შვება, ბაბო? არ მოუკლია ჯერ? რანაირად? ბიჭი გათბაი. წყალზე რა ხდება? ზეთისნევად საკაიფო გვაქვს. 8 ცილინდრში დეტონაცია არა გვაქვს. Вообще. Просто წყალს ესე ნელა რატო ათბობს? დიზელია დედული. ნახე აბა ერთი რა შვება. ისე ისე სავსეა? 80 გრადუსზე ძლივსავიდა, რომ თერმოსტატი არ გაუხსნია ჯერ. გასხდისა. შლანგებს მიწდები რამენაირად რა ნახო? ორივე ზედაც და ქვედაც? ზედაც. კიდევაც მოდის, კიდევაც გამოდის თერმოსტატზე. და იქ თამბია ბაჩოქში რა ჩამოდის. თერმოსტატი ღია, თო გაფუჭებული აქვს დავიჯერო? მაგიტო ართმება სავარაუდოდ. თერმოსტატი ახალი ვიდე თუ? არა, მე თავისი აყენი. არა, თერმოსტატი არც გაგვიხსნია, შინ დევს თუ არა ეგეც არ ვიცით. და თერმოსტატთან მე რა საქმე მაქვს თო? მე ბეზითა რა საქმე მაქვს შენ? შენ ბეზითა რა საქმე? აშკარა. ხო, იმიტომ რომ კარადის აი. რავი, აქამდე შეჩემა. ერთი 10 ჯერ უნდა იმას ეკნა, რა ქვია, გამთვალე 80 გრადუსზე დგას დავით. მეუსე. ო. ბიჭო, რა მაგარი ის აქვს, live data აქვს, თო. რა რის ინფორმაცია შეიძლება მოგინდეს და არ დაგხვდეს? ცილინდრ არა ტემპერატურასაც წერს და ატმოსფერულ წრევასაც, ხო? ანუ cylinder current misfire counter-ი, cylinder historical misfire counter-ი, cylinder injector control circuit status-ი. ანუ ყველაფერი გაქვს იმენა. 83 გრადუსია. დაველოდოთ რავია, ოდესმე ალბათ გათბება ამის დედას ვეც. აბარე მოუყვე საცობში ამდენი ხანი ვიდექი, ანუ თლიანის გადაღება რო გვინდოდა და მანქანა რო უნდა გამოჩენილიყო და რაღაცები. არა, ეგ არ იქნება. შანსი არ არის. დღეს მე მოვიგე დებილური გზებით სიარულის ჩემპიონატი და ყველა საცობში ვიყავი ვაფშე რაც შეიძლება. ანუ იმდენი ხანია საცობში დგავ რომ აბკატკა გავატარე მანქანას მოურჩით всё აღარ უნდა მეტი არაფერი. რატო არ იქნება? ეგრე შეიძლება ის გასაღები ამოიღეჩადე. ეს? ხო.
ეს გასაღები აქვს დამждარი. აქ მიაგდე ვაფშე და. მან დრო აგდებ მუშაობს მე? არა, თუ როკეტ აუდი და აბა დახურე. შეგიძლია ჯიბეში. ხომ არა, როცა ელემენტი გიმუშავებს. აი უყურე ხარ ასაკეთებს? ეხა დაგ არა შეიგარი რა. ესე იგი, როგორც ნახეთ, ესკალაიდი გავატანეთ პატრონს, წესივად ვერ გადავიღე ვერაფერი, მაგრამ არა უშავს. ყოველ შემთხვევაში საცობში ავკატკა გავატანე. ეხლა რაც შეეხება შეპირებულ როგორ გამოვიწეროთ ნაწილებს და შევეცდები, ანუ იმდენი ინფორმაცია ზოგადად რომ ალბათ საჭირო რაც არის მხოლოდ ძირითად მომენტებს გეტყვით და დანარჩენს მე თქვენ დააშენებთ, იმიტომ რომ უამრავ წლიან დაგროვილ ცოდნას ფიზიკურად ვერ გადმოვცემ 10 წუთში შესაბამისად. ვცადოთ რომ ელემენტარული რაღაცები გავიგოთ. ესე იგი, ყველაზე მთავარი რაც არის ნაწილის გამოწერაში, არის ნაწილის სწორად შერჩევა. ანუ სწორად შერჩევა გაცილებით მნიშვნელოვანია ვიდრე მე იმის გამოწერა. გამოწერას ყველა შეძლებს და ფეხსაცმელს გამოიწვიეთ წერ თუ ნაწილს, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. თავარია სწორად შეარჩიო. რაც შეეხება სწორად შერჩევას, უამრავი კატალოგი არსებობს მსოფლიოში, სხვადასხვა ბრენდების და ძალიან მარტივია Google-ში მაგ კატალოგების პოვნა. ამ შემთხვევაში მოდი ავიღოთ Google-ით და რავი რა ბრენდი გვინდა, რომ ნაწილებად დავშალოთ. მოდი BMW იყოს, Google-ი არ გვინდა, გავიმარტივოთ ცხოვრება, რაზე პირად ვიცით ის გავაკეთოთ და მე დანარჩენს, ანუ Google-ის გამოყენებითაც განახებთ როგორ შეიძლება იდეაში რომელიმე ბრენდის ინფორმაცია. ანდაც მოდი, კაი, ავიღოთ GM-ი რა, მაგალითად. აი ძალიან მარტივ search-ს ვწერთ ხოლმე, ძირითადად მე მარტივ search-ს ვწერ ხოლმე. GM OM parts. ანუ კატალოგსაც მივაწერ ამ შემთხვევაში Yahoo-ზე რატომ აქვს search-ი არ ვიცი, მაგრამ ნუ GM parts direct რა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიტია. მე შევდივართ, ვირჩევთ რა ავტომობილი ყავს, პირობითად 2020 წლიანი Chevrolet იყოს, რავი, Camaro ამ შემთხვევაში. და რავი, იყოს ZL1 დაუშვით. მე ვარჩევთ რა ნაწილი გვჭირდება, ანუ რა ნაწილი გვჭირდება, აქვს ხოლმე ძირითადად გვერდზე ჩამონათვალშიც არჩევა და ასევე ილუსტრირებულიც არის, აი მაგალითად ძრავის ნაწილები გვინდა, ამ შემთხვევაში ძრავის ნაწილები მაინტერესებს. თან გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის ინდუსტრიული დონის კატალოგი, ეს არის სამომხმარებლო კატალოგი. ინდუსტრიული დონის კატალოგი კიდე ცოტა სხვანაირად გამოიყურება და BMW-ზე გადავალ და BMW-ს კატალოგს გაჩვენებთ. ის არის რეალურად ინდუსტრიული კატალოგი, ანუ პროგრამაც როცა გაქვს, იმ პროგრამაშიც იდენტურად იხსნება როგორც ვებში რა. და ეს ამ შემთხვევაში ამ პროგრამაში გაცილებით სხვანაირად გამოიყურება, ვებში გაცილებით სხვანაირად. მაგალითად, გვინდა Z-ის ნასოსი, Z-ის ტუმბო. შევდივართ კატალოგში, პოულობ Z-ის ტუმბოს. ამ შემთხვევაში Z-ის ტუმბო დიაგრამაზე უნდა მოვძებნოთ და იქნება წესით 28 ნომერი. ჩამოვდივართ 28-ზე. ვიზუალურად ყოველ შემთხვევაში გავდა Z-ის ტუმბოს და ვნახოთ რამდენად მართლა Z-ის ტუმბოა. Crankshaft rear oil seal. არ არის Z-ის ტუმბოს შესაბამისად, ვაგრძელებთ ზევით ახლიდან ძებნას უბრალოდ რატომღაც სქემაზე ვერ ხედავ და თან სქემაზე უნდა ვიპოვოთ. შეიძლება იყოს 33-იც, არც ეგ არ არის გამორიცხული. ნუ ზოგადი მონახაზი მაინც უნდა ვიცოდეთ, სად რა აყენია, მაგის გარშე ფიზიკურად ვერაფერს ვერ ვიპოვით. კი ბატონო, 33 ნამდვილად Z-ის ტუმბოა და მივხვდით იმისა, რომ აქ ნაწილებად გაშლილი ხატია სქემაზე, მაგრამ ამასაც შევხედოთ, ანუ სქემაზე ნაწილებად გაშლილი ხატია, რეალურად ერთი დეტალია და ერთი დეტალის კოდშია მოქცეული ყველაფერი. წავედით 33 ნაწილზე, ამ შემთხვევაში 33 დეტალი, 33 დეტალი არის Z-ის ტუმბო. ვიღებთ ორიგინალ part numbers, ნუ აქაც აწერია ფასტა იდეაში ამ საიტიდან შეიძლება გამოწერა, მაგრამ უფრო ვიმარტივებთ საქმეს. გადავდივართ ჩვენ ყველასთვის საყვარელ საიტზე, ebay.com-ზე, რომელზეც გაცილებით დიდი არჩევანი იქნება ამ ნაწილის. ჩავაკოპირეთ პირდაპირ ნაწილის კოდი და ამ ნაწილის კოდით გვიგდებს უამრავ ვარიანტი. ამ უამრავი ვარიანტიდან, ნუ მოდი ჯერ ახლა მივუთითოთ, რომ ჩვენ გვინდა ამერიკაში გაგზავნა და არა საქართველოში, იმიტომ რომ კიდე ერთი საკითხი ახლა ebay-დან ვისაც ხშირად არ გამოგიწერიათ და ზოგადად არ იცით გამოწერა, ყოველთვის ძებნის დროს მივუთითეთ ის ქვეყანა, სადაც უნდა გააგზავნოთ, იმიტომ რომ პირობითად საქართველო რო იყო ახლა აქ მითითებული, თავად დაინახეთ, რომ ძალიან ცოტა ნაწილი ამოგვიყარა და თან located in the United States, United Kingdom და ასე შემდეგ, ან სხვადასხვა ადგილებშია და აქ გვაჩვენებს მხოლოდ იმ ნაწილებს, რომელსაც საერთაშორისო გაგზავნა აქვს. თუ საერთაშორისო გაგზავნა არ აქვს, აქ ფიზიკურად არ ამოგვიყრის და ეხლა რომ გადაიფილტრება, ვნახოთ რა გამოგვიჩნდება. წესით გაცილებით დიდი არჩევანი უნდა გამოგვიჩნდეს და საქართველოში უნდა წამოვიღოთ ამერიკული გადამზიდის დახმარებით, ანუ ქართულ-ამერიკული თუ რავი, როგორც ქვია რა, საქართველოს კომპანიით, რომელსაც ამერიკიდან ჩამოაქვს, იმიტომ რომ პირდაპირ აქეთ გამოგზავნა. გაცილებით ძვირი ხდება ხოლმე და თან
ან უმეტესობა გამყიდველი პირდაპირ აქეთ არ აგზავნის. შესაბამისად ავირჩევთ ამერიკას, მივთითოთ რომელიმე გადამზიდის ზიპი 19720 იყოს ამ შემთხვევაში. ძალიან ბევრი გადამზიდია საქართველოსთან ამ ზიპში რეგისტრირებული და ამოგვიყარა ახლა დანარჩენი ნაწილები. ასევე შეგვიძლია თუ ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია და თუ ორიგინალს ვეძებთ, შეგვიძლია არ დავფილტროთ მაგ მეთოდით, თუ ორიგინალს არ ვეძებთ და იდეაში ორიგინალსაც რომ ვეძებდეთ მინიმალური ფასით უნდა დავიწყოთ ძებნა და მერე გადავიდეთ, ანუ პირველი ორიგინალი რაც შეხვდება იდეაში ყველაზე ახლოს არის ჩვენთან ესე იგი. აი ხა ეს მაგალითად არ გავს ორიგინალს. engine oil pump აწერია, ამ დროს ეს რო ორიგინალი იყოს, აქ ეწერებოდა genuine და ასე შემდეგ. ახალია ნამდვილად და ასევე კიდე აქვე eBay-ზე ერთი კარგი ინსტრუმენტია, რომელიც არის ბრენდი და გადამოწმების საშუალებას გვაძლევს. აი ნახეთ, ეხლა ამ შემთხვევაში ბრენდში უწერია genuine GM parts, ანუ ორიგინალი GM-ის ნაწილია. შეიძლება სათაურში არ ეწერა, მაგრამ ორიგინალი GM-ის ნაწილია, ამ შემთხვევაში ეს შეგვიძლია გამოვიწეროთ. იდეაში eBay-ზე როგორც არის ხოლმე მითითებული, ანუ რეალური ინფორმაციაა და ძალიან იშვიათად რომ რაღაცა სხვა ჩამოგვივიდეს. ასევე eBay-ის გარდა არსებობს უამრავი მაღაზია და საიტი, სადაც შეგვიძლია ეს დეტალი მოუძებნოთ. ამ შემთხვევაში ვიღებთ მარტივად Google-ში ვაკოპირებთ. ოღონდ Google-ში და არა Yahoo-ში. то გადაწყვიტა რომ Yahoo უნდა მქონდეს search engine-ი, არ ვიცი, Google-ში ვაკოპირებთ part numbers, რომელიც მანამდე მოუძებნეთ და გადავყავართ სხვადასხვა საიტებზე, სადაც შეგვიძლია ავარჩიოთ ესა თუ ის დეტალი, მაგალითად Amazon-ის ლინკიც მოგცა, Amazon-ზე შეგვიძლია გადავიდეთ და ნახოთ $215 ღირს, $215 არ გვინდა ამის შეძენა, შესაბამისად, ბრუნდებით ისე Google-ში და ვაგრძელებთ სხვადასხვა მაღაზიაში სამი ტრეისინგში, მაგალითად ნაწილის ზებნას. იქ სადაც მოგვეწონება ჩვენთვის მისაღები ფასი, ტრანსპორტირება და ასე შემდეგ იქნება, შესაბამისად, იქიდან გამოვიწერთ. ეს რაც შეეხებოდა მარტივ ორნაბიჯს, როგორ გამოვიწეროთ ნაწილი და საიდან ვიწერთ. ანუ საიდან ვიწერთ, როგორც ასეთი idea fix-ი არ არის და ვიწერთ იქიდან, საიდანაც ხარისხიან ნაწილს ყველაზე მისაღებ ფასში ჩამოვიტანთ. შეიძლება ერთი დეტალი პირობითად eBay-ზე იყოს იაფი, მეორე სადღაც საიტზე იყოს იაფი, მესამე როკავტოზე იყოს და ასე შემდეგ. ანუ ნაწილის თავარი არის რომ კოდი შევარჩიოთ სწორად და რაღაცა სხვა მანქანის სხვა დეტალი არ ჩამოვიტანოთ. რა თქმა უნდა, ვინ კოდით ჯობია შერჩევა, მაგრამ ნუ GM-ის შემთხვევაში ვინ კოდით შერჩევაც, ანუ ესეთ კატალოგებში, ზოგად კატალოგებში ვინ კოდით არ გვაძლევს ბევრს არაფერს, კი აქვს ვინ კოდის ჩაწერის საშუალება, თუმცა მაინც 100%-იანი დარწმუნებული ვერ ვიქნებით, რომ ჩვენი ავტომობილის დეტალია და ჯობია რომ ერთ კატალოგში გადავამოწმოთ, მეორეშიც გადავამოწმოთ და ისე გამოვიწეროთ. ეხლა მოდი გადავიდეთ ყველაზე მარტივზე, BMW-ზე, რომელიც ყველაზე ისე კარგად არის კატალოგის მხრივ მოწყობილი, Real OM-ი, რომელიც საკმაოდ დიდი ხნის საიტია, უბრალოდ ერთი მინუსი რაც აქვს, ხშირად არ აპდეიტდება ხოლმე. ეხლა ეს ამ შემთხვევაში 2025 წლის მესამე თვეშია დააპდეიტებული და ძალიან კარგია. ზოგ კატალოგს, ანუ ესეთ OM კატალოგს უჭირს ხოლმე ფიზიკურად აპდეიტებში, ხანდახან ძალიან ისეა რა, არ არის აპდეიტი დროზე გამოსული. მაგალითად, ავიღოთ მეოთხე სერია G83 იყოს, რა თქმა უნდა, არ ვიცი 83, მაგრამ იყოს, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ვირჩევთ წარმომებელ ქვეყანას, ვირჩევთ გამოშვების თარიღს და გადავიყვანს უკვე ნაწილების კატალოგში. ნაწილების კატალოგში აი მაგალითად ყველაზე მარტივი, ყველაზე ხშირი რაც არის ხოლმე შევარჩიოთ აალების სანთელი ჩვენი ავტომობილისთვის, ეს ნუ რეკლამებს არ ვაქცევთ ყურადღებას, შევდივართ, ვარჩევთ აალების სანთელს ჩვენი ავტომობილისთვის, მეორე კოდი ამ შემთხვევაში. ეს არის ორიგინალი კოდი ამ ნაწილის. მაუსი მაგ და ხელით რა უძვალობ. კაი, დავუბრუნდეთ ისევ Google-ს და Google-ში ვეძებთ ამ ნაწილს. Google-ში ნაწილის მოძებნის შემდეგ, ანუ ამოგვიგდო საკმაოდ ბევრი კატალოგი, მათ შორის არის eBay-ზე, ზოგადად აალების სანთლებზე და ეგეთ ნაწილებზე საკმაოდ ფრთხილად უნდა ვიყოთ. ეხლა ამ შემთხვევაში გვიწერია, რომ 6 ორიგინალი აალების სანთელზე, 6 ორიგინალ აალების სანთელზეა საუბარი. თუმცა არაორიგინალის ძალიან ბევრია აქ და არაორიგინალისგან თავის დაცვა eBay-ზე ძალიან ჭირს ხოლმე. ამიტომ ისევ ავტორიზებული გამყიდველის განყიდვა ჯობია. ამ შემთხვევაში, ანუ აალების სანთელზე და ეგეთი დეტალი, პომპა და ეგეთი დეტალების, ვიდრე eBay-ზე. აი პომპა იქნება ძალიან კარგი მაგალითი N სერიის პომპაზე. მოდი აი N სერიის პომპაზე გადავიდეთ, უცბად N სერიის პომპას მოვძებნი. ყველაზე ისე თვალნათლივ ახსნა რაზე მაქვს საუბარი. ავიღოთ 325 მაგალითად, ნუ წელს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, იყოს 2012-იანი და ავიღოთ პომპა. ძრავში შევდივართ, აქ მერე ვეძებთ ან ძრავში იქნება, ან რადიატორის, ან გაგრილების სისტემაში, ზოგადად ძრავშია ხოლმე. ვირჩევთ პომპას და აი აქ ეხა გამოჩნდება eBay-ზე თლიანი სახე eBay-ის ამ კუთხით. ანუ ეს პომპა ეხა ამ შემთხვევაში, რომელიც არის BMW გრუპის შეფუთვაში, არის არა ორიგინალი, დაჟე ხო არ დამითვალიერებია, ხო არ ვიცი. აი თავი შემილია დავდო და ვნახოთ ეხა რა იქნება. ჩამოდივართ ბრენდში და unbranded აწერია. ანუ ნახე, მარტივია.
როცა ნაწილს აწერია ან ბრენდად, ანუ eBay საკმაოდ მომთხოვნია ამ კუთხით რა, ბრენდი თუ არ გაქვს სწორად მითითებული და მომხმარებელმა გაგისაჩივრა, შეიძლება პრობლემები შეექმნას შენ აკაუნტს და eBay-ის აკაუნტს ყველა ურთქილდება და ცდილობენ რომ რაღაცა არა ორიგინალი ორიგინალად არ გაასაღონ. მიუხედავად იმისა, რომ ხედავთ, რომ ანუ შეფუთვა ორიგინალს ძალიან გავს, კოდის დაწერის მეთოდი ორიგინალს ძალიან გავს, ბარკოდიც აწერია, ყველაფერი აქვს, даже შეიძლება პომპასაც კონდეს ორიგინალი აღნიშნები. ამ შემთხვევაში პომპას ორიგინალი აღნიშნები არ აქვს და ესეთი გამოცდილი თვალი მიხვდება, რომ ეს არ არის ორიგინალი. თუმცა შეფუთვით ერთი შეხედვით, რომ შევხედავთ, ორიგინალი შეიძლება გვეგონოს. მაგრამ ყველა ვარიანტში უწერია ანუ ბრენდი და ბრენდს დააკვირდეთ ხოლმე რა ბრენდი აწერია, რომ რაღაც არასწორი ნაწილი ჩინური არ გამოწეროთ. აი მაგალითად ეს პომპა ეხლა 5 განსხვავებულია, თუმცა ესეც რატომაც მჯერა, რომ არ იქნება ორიგინალი, ანუ 20 ამას უკვე ცოტა BMW-სებულია უფრო, ანუ BMW Group-ს გავს უფრო, ორიგინალს გავს უფრო 5, თუმცა აქაც ან ბრენდად არის, ანუ სხვა ფაშია, იგივე პომპაა, სხვა ყუთით. შესაბამისად, ანუ ყოველთვის დააკვირდით რა ბრენდს ყიდულობთ. მაგალითად ეხლა აი აქვე ძებნაში, თავიდან სადაც დავიწყეთ ძებნა, ორიგინალის პოვნად ძალიან მარტივი იქნება. ფასით მარტივად ორიენტირდებით და მივხვდებით, რომელი იქნება ორიგინალი. დაახლოებით $400 დიაპაზონში უნდა ურახუნებდეს ორიგინალი პომპა. აი ესეც даже პიტერბურგის შეფუთვას გავს ძალიან, მაგრამ პიტერბურგი არ არის, ეგრევე ეთქობა, რომ არ არის. ესეც ასევე იგივე მცდელობაა, ვითომ BMW Group-ია, ანუ BMW Group-ი ასევე ყავისფერი ყუთებითაც უშვებს ნაწილებს, ესეც ამ შემთხვევაში ჩინური პომპაა და ამ შემთხვევაში ესეც un brand. აწერია პირდაპირ. მოკლედ ესეთ რაღაცებში რო არ შევცდეთ, მარტივია ძალიან რა. თუ დავაკვირდებით, აი მაგალითად ეს ორიგინალი პიტერბურგი იქნება ახლა ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ფასში ვატყობთ რომ $359 ღირს. ფასი მაძლევს იმის მსჯელობის საშუალებას, რომ ორიგინალი უნდა იყოს. და აქვე ჩამოვალთქვევით ვნახოთ და ბრენდში უნდა ეწეროს Hela. ანუ ბრენდი არის Hela ნამდვილად, Hela პიტერბურგი ზოგადად ერთი ბრენდია და ნამდვილად ორიგინალი ამ შემთხვევაში. კაი, გავაგრძელოთ ახლა ჩვენ. პირობითად აქ რეალური OEM-ის პოვნაც მინდა თუ ვიპოვე. თუ იქნება ჩამონათვალში ნამდვილად ორიგინალი BMW Group-ის, იმასაც გაჩვენებთ ბარემ, თუმცა ჯერ თვალში არ მოვხვედრია. ჯერ ეს სულ ეხლა რასაც ვსკროლავ, სულ ჩინური პომპებია, აი ეს გავს ძალიან ორიგინალს. OEM Pieterburg Engine Electric Water Pump. ეს გავს ძალიან ორიგინალს ამ შემთხვევაში და ამ შემთხვევაში ბრენდი გვაქვს Pieterburg-ი. ანუ Pieterburg OEM-ი აწერია, ოღონდ ესეც არ არის ჩემთვის მისაღები. ამ შემთხვევაში შეიძლება Pieterburg-ი იყოს, ოღონდ BMW-ს ლოგოს გარეშე და რატომ უნდა გადავიხადოს სამმაგი ვერ ხვდები. ეგეც არ არის მისაღები, ანუ შერჩევის დროს, მოკლედ ანუ ეხლა ყველაზე მთავარი რა პროცესად ჩვენ უყურებთ შერჩევის დროს, რა დეტალებს უნდა დააკვირდეთ, იმისთვის რომ ნაწილი სწორად შეერჩიოთ და რაღაცა ნიტო არ ჩამოიტანოთ. ეხლა აქ პირდაპირ ეთქობა, რომ Pieterburg-ი შეფუთვაში დევს და წესით Pieterburg-ი უნდა იყოს. აი ეს შედარებით იაფია და ამიტომ გადასამაძობელია ნამდვილად Pieterburg-ი იქნება თუ არა. შეფუთვა ძალიან გავს ორიგინალს და ბრენდის Pieterburg-ია, კი ბატონო. ამ შემთხვევაში აი ამის ყიდვა შეიძლება და არანაირი პრობლემა არ გვექნება ამის შეძენის შემთხვევაში. მოკლედ, ეს არის ზოგადი მონახაზი, როგორ უნდა შევარჩიოთ ნაწილი. ეხლა როგორ გამოვიწეროთ, როგორ ჩამოვიტანოთ. გადამზიდი კომპანიები თვისაც არ გისარგებლიათ, საქართველოში ძალიან ბევრი გადამზიდი კომპანია არსებობს. გადამზიდ კომპანიაში რეგისტრირდებით, ნუ როცა მოცულობითია ნაწილები, ძირითადად მე mix shops ვიყვანებ ხოლმე, რეკლამა არ არის, ანუ არანაირი პარტნიორული ურთიერთობა კი არა, სახელიც არ მიყურებენ რომ მივდივარ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეგრეა რა, ანუ კიდე ერთხელ გამოვიდები სადღაც მაქვს ნათქვამი. ცოტა ესეთი კომპანიაა, ვერ ბოლომდე დახვეწილი, მაგრამ საქმეს აკეთებენ, თან საქმეს აკეთებენ ძალიან კარგად და მოცულობითი ნაწილის ჩამოტანა რამე თუ გინდათ, ძალიან კარგი საშუალებაა. არამოცულობითზე უამრავი კომპანია არსებობს, ანუ მოცულობითში იგულისხმება პირობითად ბამპერი, ფარი, კრილო და ეგეთი რაღაცები, ანუ დიდი დეტალი რაც არის და რასაც მოცულობით გაზომვა, ანუ ზოგადად უმეტესობა გადამზიდ კომპანიას აქვს შეფარდება, ანუ რომელი წონაც მაღალია მოცულობასა და ფიზიკურ წონას შორის, იმ წონით ანგარიშდება ხოლმე. ანუ თუ პირობითად ფიზიკური წონა აქვს 1 კილო და მოცულობა აქვს 10 კილო, ითვლიან 10 კილოთი. mix shops ეგ არ აქვს და ეგ არის უზარმაზარი პლუსი ამ შემთხვევაში. დანარჩენი კომპანიების უმეტესობაში რეალური წონით ანგარიშდება ყველაფერი, თუ მოცულობა არ აჭარბებს რეალურ წონას. თუ მოცულობა აჭარბებს, ანუ ბამპერის ტრანსპორტირება შეიძლება $1000 დაგიჟდეთ სადღაცას, ამიტომ მანდ ყურადღებით იყავით და აუცილებლად სანამ ისეთ საეჭვო თქვენთვის საეჭვო დეტალს გამოწერთ, გადამზიდ კომპანიაში დარეკეთ და კითხეთ, რომ ეს დეტალი რო გამოწეროთ, მაგ შემთხვევაში რა მოხდება, ანუ როგორ დაითვლება, ზოგადად საერთოდ ჩამოვიტანენ თუ არა, იმიტომ რომ ამორტიზატორის ტრანსპორტირება მაგალითად ძალიან ბევრ კომპანიას აკრძალული აქვს, ასევე თხევადი ნივთების და მოკლედ არის ნივთების ნუსხა, რომელიც ჩამოტანაც თეორიაში არ შეიძლება და ამიტომ სანამ ეგეთ ნივთს გამოწერთ, აუცილებლად კომპანიას დაუკავშირდით. მოკლედ, როცა დარეგისტრირებით კომპანიის ანგარიშს გახსნით, ანუ accounts, რომელიმე კომპანიის, რომელიც თქვენ გაგიხარდებათ, არსებობს Space Cargo, Amanatiji, Camex, USA to Georgia, რომელშიც არავინ არ დარეგისტრირდეთ. ანუ არც ეგენი არ იხდიან, მაგრამ რომ ციხდიდნენ, მაინც არ დარეგისტრირდეთ მან არასდროს. დანარჩენი კომპანიებით შეგიძლიათ ისარგებლოთ უპრობლემოდ. ყველას აქვს თავისი ლაფსუსები, ანუ ძალიან დიდი ხანია უამრავი კომპანიით ვსარგებლობ, ყველას აქვს თავისი ლაფსუსები, ყველას აქვს თავისი ჭეპეები
მიღწევები, თავის დადებითი და უარყოფითი მხარეები და ეგ უკვე თქვენი განსასაზღვრია მომავალში, აი ბოქსეტი ძალიან კარგი კომპანიაა სხვათა შორის, გქონდა რაღაცა უცებ თანამშრომლობა და პრაქტიკაში რაც დავტესტე ძალიან კარგები არიან. თავად შეგიძლიათ გადაწყვეტოთ რომელ კომპანიასთან ინთანამშრომლობთ, მაგრამ ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა მაგას არ აქვს. კომპანიის აკაუნტს რო შექმნით, მე იქ მოგეცემათ პირადი მისამართი, რომელიც უკვე eBay-ზე ყიდვის მომენტში უნდა შეიყვანოთ თქვენს მისამართად და იმ მისამართზე გაიგზავნება თქვენი ნაწილი. როცა ნაწილი მივა მისამართზე, მე ადეკლარირებთ ამ ნაწილს, უთითებთ ღირებულებას, თუ ცდება გაითვალისწინებთ 300 ლარს თუ ცდება ნივთის ღირებულება უწევს აუცილებლად გამბაჟება, თუ ცდება 300 ლარს, უთვირთავთ ინვოისსაც, რომლის საფუძველზეც ბაჟდება ნივთი, მე ჩამოდის საქართველოში, მოგდით ან შეტყობინება, ან SMS-ი, ან მეილი, ან გირეკავენ, ან რავი რა, სადაც გამოიწერთ, როგორც გამოიწერთ, იმ კომპანიაზეა დამოკიდებული რა სახის კომუნიკაცია ექნებათ, როცა ნაწილი ჩამოვა, შეგატყობინებენ, რომ თქვენი დეტალი ჩამოვიდა, გადაიხდით ტრანსპორტირების ღირებულებას და გამოიტანთ. სულ ეგ არის და ეგ. საიდან იწერ არის ყველაზე არასწორი კითხვა, იმიტომ რომ ვიწერ იქიდან საიდანაც საჭიროა. ეს ამ შემთხვევაში მხოლოდ ამერიკა იყო განხილული, ასევე ანუ ძალიან გაგვეწელება ეს ვიდეო რომ გავაგრძელო. იგივე ჩინეთიდან გამოწერაც, იგივე მეთოდით ვიწერ, რომ ჩინეთიდან გამოწერის შემთხვევაში ძირითადად ვიყენებ Taobao-ს, Alibaba-ს შემთხვევაში პირდაპირ კომუნიკაცია გიწევს გამყიდველთან უმეტეს შემთხვევაში, Made in China-ს შემთხვევაში უმეტესად პირდაპირ გამყიდველს უნდა ესაუბრო და რაღაც დეტალები განიხილო, როგორ გამოგიზნოს და რაღაც ანუ დამწყებებისთვის ეგ ნამდვილად არ არის. Taobao-ზე შეიძლება დამწყებმა გამოიწერო, თუმცა ჩინურად არის ყველაფერი და Google Translate-ს ვიყენებთ, ასევე ნაწილის ძებნისას ორიგინალი ფართნამბერით ეხლა წეგან როგორც მოძებნით, შეგიძლიათ მოძებნოთ ნაწილი და თუ ორიგინალი ფართნამბერი არ გაქვთ, მაგ შემთხვევაში Translate-ს ვიყენებ ისევ, ანუ ინგლისურად წერ ნაწილის დასახელებას ვაკოპირებთ ჩინურად, ანუ გადამყავს ჩინურზე და ჩინურს ვაკოპირებ მე Taobao-ში, რომ ნაწილი ასე თუ ისე მოვძებნოთ. თუმცა ძებნის პროცესი არც ისე მარტივია ხოლმე და ძირითადად სურელებს, პოულობს მაგ შემთხვევაშიც, ამიტომ მოდი ჯერ ინგლისურ ენოვანს მივაწვეთ. ხო, სურათის ჩაგდება შეგიძლიათ Taobao-ზე და ისე მოძებნა და კიდე ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, მოდი რომელიმე cross reference საიტი განვიხილოთ, მაგალითად exist.ru თუ გვაქვს access-ი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი დამავიწყდა, როგორც არის ორიგინალი ნაწილების გადაკროსვა. აი ხა მაგალითად ჩავაგდეთ BMW-ს ორიგინალი კოდი. ოკეი, კაი იყოს ეს არ მინდა. ანუ ესეთი cross საიტები ძალიან ბევრი არსებობს, რომელსაც სხვადასხვა ბრენდზე გადაყავს. ფარცოს დაუთხებდნენ, ნუ ბევრია რა, მოკლედ. ჩავაგდეთ ორიგინალი კოდი, მივეცით ძებნა და ეხლა ამ შემთხვევაში გაგვიხსნის დამატებით თუ საიტ დაბლოკილი ვაშ IP ადრეს დაბლოკირებან. კაი, მოიცა AutoDock იყოს. AutoDock იყოს დასაკროსა. დასაკროსადაც იდეაში TechDock არსებობს ოფიციალური სოფტი რაც არის, მაგრამ რადგან ოფიციალური სოფტს ახლა ყველა ვერ გამოიყენებს და არ ექნება, არსებობს აი ესეთი საიტები AutoDock მაგალითად, რომელზეც შეგვიძლია დავეთანხმოთ cookie-ებს, მილიონი დებილობა გავაკეთოთ და მე მოგცემენ საშუალებას რომ გადავკროსოთ. ჩავაგდებთ ორიგინალ დეტალის კოდს და ორიგინალი დეტალის კოდით გადაგვიყვანს ყველა ანალოგზე, რომელიც ნუ ამ მაღაზიას აქვს. შეიძლება რაღაც დეტალი პირობითად რომელიმე ბრენდის ამ მაღაზიას არ კონდეს, მე სხვაგანაც უნდა ვეძებოთ. ამ შემთხვევაში მაგალითად ორიგინალი BMW-ს პომპის კოდი ჩავაგდეთ და გადაგვიყვანა Fast-ი, NRF-ი და ბევრი ბრენდი არსებობს, ანუ Hella და ასე შემდეგ. Max-ი არის და ასე შემდეგ, ანუ უამრავი ბრენდი არსებობს, რომლის ანალოგებიც ამოგვიყვარა. ასევე აქ რო ამოგვიყვარა, გვაქვს ამ ბრენდის კოდებიც უკვე ამ შემთხვევაში, აი მაგალითად Waikos კოდი. ავიღებთ ისე Waikos კოდს, პირობითად ანუ ორიგინალის ყიდვა არ გვინდა შედარებით იაფიან ვარიანტს ვეძებთ. ვიღებთ Waikos კოდს და ვაგრძელებთ ისევ ან eBay ან Google-ში ზებნას Waikos კოდით, საიდან შეიძლება იაფად გამოწერა. ამ შემთხვევაში eBay-ზე მოვძებნეთ და Waikos კოდით საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, ისევ იაფიანზე დავფილტრავ, მაგრამ მე მგონია რომ Waiko არ იყო კარგი ვარიანტი, ნუ $218 ლატვიიდან იგზავნება და ამას აუცილებლად დააკვირდით ხოლმე საიდან იგზავნება, რომ ლატვიიდან ამერიკაში არ გააგზავნო და მე აქეთ არ ათხრიოთ კიდე, ანუ მაგასაც ყურადღება აუცილებლად მიაქციეთ, საიდან იგზავნება, იმიტომ რომ ეხა ეს რო გამოვიწეროთ, ალბათ 1-2 წელი არ ჩამოვა და თუ ჩამოვა ოდესმე ტრანსპორტირებიან ყველაფრინად ძალიან ძვირი დაგვიждდება. ამ შემთხვევაში ისევ AutoDock-ზე ყიდვა ჯობდა პირდაპირ 324 ევროა წერია, რომელიც ძალიან ძვირია და იქაც ძალიან ძვირი გამოდის. ისევ პიტერბურგს უნდა მივაწვეთ ამ შემთხვევაში და პიტერბურგი ყველაზე კაი ვარიანტია, იმიტომ რომ ორიგინალში პიტერბურგი დგას და აგერ არის ბატონო პიტერბურგის კოდი, რომელიც შეგვიძლია დავაკოპიროთ და წავიღოთ eBay-ზე და მოვძებნოთ უკვე ისევ პიტერბურგი, იმიტომ რომ Waikos eBay-ზე ზებნა არც ისე კარგი იდეა აღმოჩნდა. აი ეს არის რაც პრაქტიკაში ნელ-ნელა მოდის. ეხა ესენი ყველაფერი არა ორიგინალია და ფასით მიხვდებით რომ ანუ აი ხა ეს უკვე ორიგინალია რა, ფასით ეგრევე ეთყობა რომ ორიგინალია, მე ვამოწევთ რა ბრენდია რეალურად და იმის მიხედვით ყიდულობთ. მე თუ საყიდელია. ამ შემთხვევაში ბრენდის პიტერბურგია და შეგვიძლია შევიძინოთ. მოკლე მონახაზში ეს იყო. ძალიან ბევრი ინფორმაცია აკლია ახლა ამ ყველაფერს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფუძე იმისთვის რომ რაღაცები მე ზედ დააშენოთ არის. დანარჩენს თქვენ თვითონ დააშენებთ, მე სამწუხაროდ მეტი ამ 22 წუთში არაფერი არ შემიძლია საკმარისია სრულიად ის ინფორმაციაც რაც მოგაწოდეთ. დღევანდელი ვიდეო მოდი ამით დავასრულოთ და შემდეგი საინტერესო ვიდეოები დაგიბრუნდებით. იმედი მაქვს ეს ინფორმაცია რომელზეც ბოლო 22 წუთი ვილახლაქე, ვინმეს რამეში გამოგადგებათ. დროებით.